გამარჯობა, საახალწლო საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დიდი შესვენება ბრუნდება ეთერში. ტრადიციულად ვისაუბრებთ ყოველთვის აქტუალურ თემებზე. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ჰომოფობიას და სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს. დავიწყოთ თავარი გადაცემა, ვნახოთ თუ რა გველოდება დღეს დიდ შესვენებაში. დღეს გადაცემაში ნახავთ ნათლისღების დღესასწაული. გადაცემის სტუმარია დეკანოზი შიო პაიცაძე. ქართული დღესასწაულები და ტრადიციები. გადაცემის სტუმარია ეთნოლოგი ნინო ხარჩილავა. ცელიაკია, გლუტენი და მისი მიუღებლობა ორგანიზმის მიერ. გავიგოთ თუ რა სიმპტომები ახლავს მას. გადაცემის სტუმარია ენდოკრინოლოგი ლია ჯაში. ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და მისი სიმპტომები. როგორია გზა გართობიდან ალკოჰოლიზმამდე. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქიატრი სერგო ცომაია. არაწალადობას გიორგი გიერთდები შენს ნარატივში და პირველი თემა, რომელიც მნიშვნელოვანია, ყურეცაღებია ამ პერიოდში საქართველოში, ეს არის ნათლისღება, გუშინ აღინიშნა ეს დღესასწაული, ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო, მორწმუნეები განსაკუთრებული სიამოვნებით და ხალისით ელოდებიან ხოლმე ამ დღეს, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არიან მონათლულები, ყავთ ნათლიები, ნათლულები, მათ შორის მე ჩემს ნათლიას ულოცავ, აქედან ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე ჩემს ნათლს ულოცავ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამბობენ, ეს სულიერი ნათესაობა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიხატება ნათლულზე, ზრუნვასა და მფარველობაში. დეკანოზი შიო გვყავს ახლა ჩვენ სტუმრად, პირველი სტუმარია ამ წლის, ის უფრო ვრცლად ისაუბრებს აი ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე. გამარჯობა. გამარჯობათ. მესამეობით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. აი ნათლისღების დღესასწაული ისეთი გამორჩეული დღესასწაულია. თან ნათლია თითქმის ყველა კულტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ადამიანების ცხოვრებაში. ხო, რო არ ვთქვათ ის საკულტო ფილმი, ნათლი მამა, ხო, ესეთი ყოველთვის რაღაც გამორჩეული ადგილი უკავია ხოლმე. ესეთ რაღაცაც მსმენია, მაგრამ თითქოს ნათლია გარკვეულ ენერგეტიკას გაძლევს ხოლმე, რელიგიურ ენაზე რო ვთქვათ, დაგანათლავს ხოლმე გარკვეულ მისთვის განსაკუთრებულად სასიკეთო ჩვევებს. ეს ასეა თუ არა საინტერესოა, მოდი აქედან დავიწყოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ღვთის განცხადების დღეს. ჩვენ ნათლისღებას ვეძახით ამას, მაგრამ ფიქრობ, რომ ეს უფრო სახალხო გამოთქმა, ამას ქვია ღვთის განცხადების დღე. და თუ რაც თქმა მეტყვით ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ ნათლის ასე ვთქვათ ენერგეტიკაზე და მის დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ნათლია იცით აქ ენერგეტიკას ვერ ჩავთავთ რელიგიური თემატიკით, იმიტომ რომ ქრისტიანობა ცოტა უფრო მეტად პრაგმატული სარწმუნოება, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის უბრალოდ ნათლის გავლენა, მისი პიროვნების გავლენა, მისი ასე ვთქვათ როგორც ადამიანის, როგორც ასევე მოღვაწის, ქრისტიანის, ესეთი გავლენა უნდა მოახდინოს თავის ასე ვთქვათ შვილზე, შვილად ითვლება ფაქტიურად ნათლული და ფაქტიურად მისაბაძი უნდა გახდეს. აი პავლე მოციქული ამბობს ძალიან კარგად ამის შესახებ, რომ მომბაძეთ მე, რამე თუ მე ვბაძავ ქრისტეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ბაძავდეს ქრისტეს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ის ენერგია შეიძლება ასე ვთქვათ, რომელსაც მადლმოსილების ენერგია კი ბატონო, მადლის ენერგია, ასე შეიძლება ვთქვათ, ღვთაებრივი ენერგიები. აი მთლიანად ნათლისღების საიდუმლოზეც რო გვია. ნათლისღების საიდუმლო მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ღვთის განცხადების დღე, ღმერთი გამოცხადდა ამითი და როგორ გამოცხადდა მაცხოვარი მიდის იოანესთან. ეს არის წინაპირობა, რომ იოანე ნათლავს ძალიან ბევრ ადამიანს, ჯერ აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და შედგომ ინათლებიან იოანესთან. და როდესაც ქრისტე მიდის, იოანე ეუბნება, მე არა, მე არ უნდა მოგნათლო. პირიქით, შენ უნდა მომნათლო მე. მაგრამ აი აქ არის გამოხატული ძალიან დიდი სიმდაბლე ღმერთის და უმაღლესი ადამიანისთან. როგორც ღმერთის სრულის, ასევე კაცი, უმაღლესი ადამიანის სიმდაბლე, რომელიც ამბობს არა და იყოს და ახსრულდეს სიმართლე.
ნახეთ, სიმართლე არის რა? სიმართლე არის სწორედ ადამიანის სიმდაბლე, ადამიანის დამოკიდებულება, ადამიანის სიყვარული და ქრისტე შედის იორდანეში და გაიხსნება ზეცა მტრედის სახით, იმიტომ რომ მატერიალიზება ხდება. სულიწმინდას და ღმერთს ვერ მოვაქცევთ ვერაფერში, ვერც ადამიანში ვერ მოიქცევას მარტივად, მაგრამ ნახეთ ადამიანის თვალთახილებისთვის და ადამიანმა დაინახოს ეს. ის გადმოდის მტრედის სახით და ისმის ხმა ზეციდან ეს სიარს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. დიახ. და აი ასეთი აღსრულება ხდება აი ნათლისღების აი ამ დღესასწაულის ძალიან პატარა სახარება, მაგრამ ყველაფრის მომცველი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად ნათლისღების დღესასწაულზე ადამიანები გადაწყვეტენ ხოლმე მონათლას. როგორც ვიცით, მონათლით იწყება ხოლმე ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება. ხოლმე მოდით ამ თემასაც რო შევეხოთ საინტერესო. მონათლით არ იწყება, იცით ჯერ იწყება კატეხიზაციით, იმიტომ რომ ეს არის წინვა პირობა იმისა, რომ ადამიანი მოემზადოს ნათლობისთვის. რატომ ინათლება? რა უნდა გაეცნოს? ქრისტიანობა არის ძალიან ღრმა წიგნიერი რელიგიაც. ეს არ არის მარტო ის, რომ თქვათ რაღაცა ჩვენ რაღაცა ყური მოუკარით, გავიგონეთ და ეს შევასრულეთ და გავაკეთეთ. არა, ეს არის წიგნიერი რელიგია. იმიტომ რომ მაშინ გარდამოცემა იქნებოდა და არ დაიწერებოდა სახარება. რატომ დაიწერა? იმიტომ დაიწერა, რომ ადამიანებმა ეს წაიკითხონ და გაიგონ, ჩაუღრმავდნენ. იოანე მახარებელი ამბობს ძალიან კარგად, ასე მთავრდება იოანეს სახარება. ჩვენ რომ დაგვეწერა ყველაფერი, რაც აღსრულდა ქრისტეს მიერ, ვერ დაიტევდა ამ სოფლიური წიგნები და სიბრძნევა. ნახეთ რას ამბობს. დავწერეთ ის, რაც ადამიანისთვის სრულიად ეს სისავსეა, მთელი სისავსეა. და სახარებაში არაფერი არ არის მოცემული ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეასრულებს. ამიტომ სახარება ჩვენ გვთავაზობს როგორც სრულ ღმერთს, ასევე სრულ ზე ადამიანს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. ეს მომენტია. ამიტომ ადამიანი ემზადება, რათა მოინათლოს. ძალიან კარგია, ჩვენთან ცოტა სხვა საკითხები, და ქართველებს მაინც ტრადიციაში გვაქვს ქრისტიანობა და მოდის ადამიანი წინასწარ გითახმებს, რომ მოინათლოს და ასე შემდეგ, კი პატარა გასაუბრება ხდება, მაგრამ მაინც კატეხიზაცია, რასაც ქვია, წინა პირობა იმისა, რომ მოემზადოს ადამიანი ნათლობისთვის აუცილებელია. თუნდაც სამეცნიერო საქმიანობაში, ლიტერატურაში, შესავალი ფილოსოფიაში, სანამ დაიწყე ფილოსოფიის სწავლას, რა არის ფილოსოფია? შესავალი ლიტერატურაში, შესავალი ხელოვნებაში, ყველაფერს თავში შესავალი აქვს, ასევე არის რა თქმა უნდა ქრისტიანული ცხოვრება. არსი და მე უფრო კარგად იწყებს ადამიანს. აბა საინტერესოა ეს შესავალი რა პროცესი არის და აი მზადების პროცესი დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს? როგორი იყო ძველ ეკლესიაში, მთელი წელი ემზადებოდნენ ადამიანები, წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ნათლობა მხოლოდ დიდ შაბათს. და ემზადებოდნენ, რათა შემდგომ მონათლულიყვნენ. ამიტომ ახლა იცით რა არის, სრულიად შესაძლებელია, რომ ვთქვათ ადამიანი მოემზადოს რამოდენიმე კვირა, რამოდენიმე თვე. მე მქონია შემთხვევა, რომ 3 წელი ემზადებოდა ჩემი მრევლი იმისთვის, რომ მონათლულიყო. მე მინდა რომ კარგად გავიგო, გავეცნო. გადიოდა მოუკლებლივ ეკლესიაში. ფაქტობრივად მე ვიყავი მისი სულიერი მოძღვარი, მაშინაც სალამის მოინათლებოდა. აი ეს არის სწორი გადაწყვეტილება იმისა, რომ ადამიანმა უფრო შეგნებულად, უფრო გააზრებულად, არა ტრადიციულ დონეზე, არამედ ღვთისმეტყველების დონეზე გაიგოს და გადაწყვიტოს და გადადგას ეს ნაბიჯი, რათა მოინათლოს. რატო ჭირდება ადამიანს ნათლია? დიახ. ნათლია ჭირდება, იმიტომ რომ ეს ასწავლოს, ხო? აი ჩვილ ბავშვებს განსაკუთრებულად ჭირდებათ ნათლია, რატომ? ნათლია იყოს გამორჩეული ადამიანი, რომელიც იცნობს ასე თუ ისე ქრისტიანობას და არის ეკლესიის წევრი. და არა ნომინალური წევრი. დიახ. მამაშიო, ასევე არ შემიძლია არ შევეხო ერთ განსაკუთრებულ ტრადიციას, თემას, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა და შეიქმნა ჩვენს ეპარქიაში და მთლიან საქართველოში. ეს არის ზღვაში შთაფლვის რიტუალი, ტრადიცია. მოდით ამ თემაზეც ვისაუბროთ. წელს როგორ ჩაიარა 19 მაისს. წელსაც ესე მოხდა, ასე ჩაიარა. დიახ. წყალში შესვლის რიტუალმა. იცით რა არის, ეს არ არის რელიგიური რიტუალი. მინდა გითხრათო, მეუფე როცა ეს ტრადიცია დააწესა, თქვა რომ ეს არ არის რელიგიური რიტუალი, ეს არ არის ცოდვათა მისატევებელი რიტუალი. ხშირად გონიათ ადამიანებს, რომ ცოდვები მიეტევებათ თუ შევლენ წყალში. არა, ეს არის სახალხო დღესასწაულის ფორმა. და წელს ახლა ძალიან დიდი შტორმი იყო ზღვაზე. და მაშველებიც ცდილობდნენ რომ არ შეეშვა ადამიანები ზღვაში და ღრმად არ მოხდარიყო შესვლა და მოგეხსენებათ რომ ძალიან ბევრი დიდი ტრაგედიები ხდება ჩვენს ირგვლივ ამ დროს საერთოდ როცა ზღვაში
და მით უმეტეს ეხლა ბათუმში დიდი ტრაგედია, კი, ეხლაც მიმდინარეობს ბათუმელი და ვეძებთ კიდე ახალგაზრდა ბავშვს ალექსანდრე მიქელაძეს, ვეთმაინებოს რომ სახსალამათი დაბრუნებული იყოს ის თავის ოჯახში. ამიტომ საზოგადოებამაც რაღაც დონეზე თავი შეიკავა, მაგრამ მაინც იყო აი ეს სახალხო დღესასწაული ძალიან დიდია გამძლარი ადამიანების ასე თქვათ თვისებაში და მამაში ხშირად დავსწრები ვარ მაგალითად მონასტერში, როდესაც სასულიერო კვირები მოსაკუთრების შემდეგ კონკრეტულ მდინარეში ნახდნენ ნათლისღების ასე თქვათ კი ბატონო. ტიპის შედარება შეიძლება იყოს, რაც წაღან ახსენეთ სახალხო დღესასწაულთან მიმართებაში თუ არის რამე კონკრეტული განსხვავება და რა განსხვავება არის, როცა ნათლობას აღასრულებს მოძღვარი, ეს არის უკვე ეს საყოველთაო ნათლობა არის ხო? ხო, საყოველთაო ან შეიძლება ინდივიდუალურიც იყოს, აი ხშირად არის აი მამა არჩილი ჩაქვის წყალში ნათლობს ადამიანებს და ეს არის ნათლობა საეკლესიო დღესასწაული, საიდუმლო, ხოლო ის რაც არის ცალკე თქვა ზღვაში შესვლა, ეს არის სახალხო ტრადიციული დღესასწაული, როგორც მაგალითად ალილო. კი ბატონო, ესეც შესანიშნავი დღესასწაული. საეკლესიო კი ბატონო, საეკლესიო სახალხო დღესასწაული. იგივე შეიძლება თქვა აქაც. მამაშიო, რა მნიშვნელობა ენიჭება ნათლიასთან ურთიერთობას და როგორ რეგულირდება ეს ურთიერთობა სულიერ დონეზე, როდესაც მაგალითად ნათლული არის შორს და შეიძლება ვერ ნახო ის ფიზიკურად. მოგიხსენებათ რომ ახლა დღეს მაგალითად სოციალური ქსელის ამასახელებას ადამიანს კი რა თქმა უნდა ცოცხალი ურთიერთობა მაინც სხვა ურთიერთობა მოგიხსენებათ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემიგრაციაშია შეიძლება ნათლია იყოს წასული ან ნათლული იყოს წასული და ნათლია აქ იყოს საქართველოში ამიტომ მაინც ხდება ურთიერთობა და მადლობა ღმერთს ეს საშუალება არსებობს მაგრამ რაც შეეხება ნათლისა და ნათლის ურთიერთობას უნდა იყოს ძალიან ახლო ურთიერთობა ძალიან საერთოდ ტრადიციულად მამაკაცი უნდა ნათლავდეს მამაკაცს მანდილოსანი მანდილოსანს ეს კარგია თუ ამას დავიცავ რეკომენდირებული მიზანშეწონილი ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა ეს რომ ჩვილ ბავშვებზე ხდება ნათლი დედა და ნათლი მამა ანუ ორი ნათლია ეს არის მე-10 საუკუნეში მიღებული კანონი იმიტომ რომ ძალიან ბევრი მამაკაცი ზირთაჩი მამაკაცები იღუპებოდნენ ომებში მაგრამ რომ არ დარჩენილიყო ადამიანი ნათლის გარეშე დაუშვეს ნათლი დედა. ხეთ? საქართველოშიც ეს გამოთქმა გვაქვს ნათლი მამა და ნათლი დედა. ხო, ამიტომ აი ეს დაშუვა მოხდა. ასე რომ აი ძალიან ბევრი ნათლია ყავდეს ადამიანს ეს არ არის სწორი ფორმა. და მადლობა ღმერთს რომ ეკლესიამ ეს ასე თქვა დააბრუნა ეს კანონი ძალაში. ეხლა რამდენი ნათლია ეკლესიის მიერ განჩინებული? ერთი ან ორი. ერთი ან ორი. მეტი ნათლია, რა თქმა უნდა, არა ნათლია კიდე პირობითი ფორმა, ნათლი არის მღვდელი. მოდით ასე ვთქვათ, კარგად როგორც ნათლობას აღასრულებს მღვდელი. ქართულად ნათლიას ქვია მიმრქმელი, ნახეთ? სიმონ მიმრქმელი. ადამიანი რომელსაც მიირქვა და მოიყვანა. ადამიანმა რომელმაც მოიმოწაფა და მოიყვანა ეკლესიაში. აი ეს და ნათესაობა ძალიან დიდია კიდე ახლა თქვენ გაგიჩნდებათ ეს შეკითხვა და ალბათ დავასწარი ხო მოვლენებს ხო ნათლისა და ნათლს შორის 9 თაობა შთამომავლობა შორის არ შეიძლება ქორწინება მაგრამ ნათლმირონობის ნათესაობა არ არის სისხლით ნათესაობის მსგავსი ანუ გამავალი ნათესაობა არ არის მხოლოდ ნათლია ნათლული და 9 თაობა შთამომავლობითის არ შეიძლება ქორწინებაში იმყოფებოდეს. მოდით შევეხოთ ასევე მნიშვნელოვან საკითხს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ეს გახლავთ ნათლის პასუხისმგებლობა ნათლულზე და იგივე თქვათ ნათლულის ურთიერთობა როგორი უნდა იყოს ჩვენ ვიცით რომ ნათლები ხშირად ჩუქნიან ხოლმე საჩუქარს ნათლისღების დღესასწაულზე თავიანთ ნათლიებს მამლის ტრადიციაც რამდენად ქრისტიანულია თქვათ ამაზეც რო ვისაუბროთ ხო აი ეს სიხარულის ტრადიციაა რაღაც სიხარულია თორე ისე ნათლისღება დღეს ნათლული მიდის ნათლიასთან ნათლული მიდის ნათლიასთან ქართულ ტრადიციაში ასეა და მიდის და ასე ვთქვათ რაღაცა ძღვენით მიდის ხო შეიძლება ისე მივიდეს მიულოცოს რა თქმა უნდა და ეს დღე ერთად გაატარონ და კარგია რომ ყველა ნათლული შეკრიბოს საერთოდ ნათლია ამიტომ ბევრი ნათლული არ უნდა ყავდეს უნდა ყავდეს ცოტა იმიტომ დიდი პასუხისმგებლობა ყველაფერს თავი დავანდებოთ ნათესაური პასუხისმგებლობა ძალიან დიდი აი ამ პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ რა აკისრია ნათლიას თქვათ რა აკისრია პირველ რიგში დაიცვას ნათესაური მე ადამიანების სულიერ ცხოვრებაში ასე თუ ისე ერევა ადამიანი იმიტომ რომ აი ეკლესია
ეკლესიური ცხოვრება, ასე შემდეგ. თვითონაც ეკლესიური ადამიანი უნდა იყოს ნათლია და უნდა იყოს მაზიარებელი და ეკლესიის წევრი, რომ გახდეს მაგალითი თავისი ნათლულის. აი ეს ისეთი ფორმაა, რომ ხშირად ძალიან მინდა გითხრათ, რომ აი ტელემაყურებელსაც ცოტა ნათლია ცოტა ავირჩევთ. აი ეს კრიტერიუმი პირველ რიგში არის გასათვალისწინებელი ადამიანი უნდა იყოს აუცილებლად ეკლესიის წევრი. და ეკლესიის წევრი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ეზიარება, აღზარებელია და საიდუმლოებებში ღებულობს მონაწილეობას. ხო, თუმცა ჩვენს პრაქტიკაში ალბათ რაღაცნაირი ესე ფორმირდა, რომ თითქოს ადამიანი, რომელშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ მის ერთგულებაში, სიყვარულში და ასე შემდეგ ის ხდება ხოლმე არჩევანის, ესე ვთქვათ, არჩევანი ვინაიდან ხო არის თუ არა ეკლესიური ცხოვრებით, ამას თითქოს დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და აქვს მნიშვნელობა მის ეს ვთქვათ, მაშინ აი რატომ ვირჩევთ ადამიანს? ჩვენ რა გვერდიანებს ამ ნათლისსა და ნათლის გაერთიანება რატო ხდება? ქრისტეთი ხდება, ხო? თუ ქრისტე არ არის ჩვენ შორის და პირობითი ფორმა არსებობს ქრისტეს ყოფნა ჩვენ შორის, მაშინ გამოდის, რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა ცოტა ყალბი. ხო. ამიტომ უმჯობესია, რომ რა თქმა უნდა, კარგია, უნდა იყოს ნაცნობი, უნდა იყოს ძალიან ახლობელი და პიროვნული თვისებები გამსაზღვრელი ამისი თავისთავად, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ ის უნდა იყოს ეკლესიის წევრი. კი ბატონო, წმინდა წყლის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ და გამრავლებაზე, ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს წმინდა წყალს და როგორ ხდება შემდეგ მისი გამრავლება და როგორ უნდა შევინარჩუნოთ წყლის ბოლომდე. კარგი, საინტერესო კითხვაა და წმინდა წყალი ეს არის დიდი აიაზმა აღესრულება ნათლისღება დღეს. მოგეხსენებათ, რომ აი ეს წყალი მრავლდება ჩვეულებრივად და არ არის საჭირო ძალიან დიდი ქილებით წაიღოთ სახში, პატარა ბოთლით შეიძლება წაიღოს ადამიანმა, გაამრავლოს და არა ფუჭებადია ნათლისღების წყალი, ის არ ფუჭდება არასდროს. მამა სოკრატე იყო ასეთი თბილისში მოძღვარი, შეიძლება ძალიან ბევრმა იცის, კომუნისტების დროს მას უთხრეს, რომ თქვენო რკინის და ვერცხლის ჯვრით რო აკურთხებთო, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა მინერავები არის ისეთი ვერცხლის ჯვარში, რომ შემდგომ არ არის ფუჭებადიო. და მამა სოკრატემ უთხრა ასეთი რაღაცა, რომ ხის ჯვრით ვაკურთხებთო მაშინ. გასაგებია. ამიტომ აქ არ არის, ასე ვთქვათ, არსებით მნიშვნელობა არ აქვს, რკინის იქნება ჯვარი თუ ხის. წყალი არის უხრწნელი და სხვათა შორის შემდგომ როცა დააკვირდნენ ქიმიკოსები აქვს მოლეკულურად, უფრო სწრაფად მოძრაობენ მოლეკულები. ანუ არაფუჭებადი ფორმის მოლეკულები ნაკურთხ წყალში ვიდრე ჩვეულებრივ წყალში. თუ შეიძლება მამაშიო ავხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს წმინდა წყლის ნაკურთხი წყლის გამოყენების წესი. როდესაც წავიღებთ სახლში წლის განმავლობაში, თქვათ, რა დროს შეუძლია მორწმუნეს გამოიყენოს ნაკურთხი წყალი? ლოცვის შემდეგ, დილის ლოცვის შემდეგ, ავადმყოფობის ჟამს, მაგალითად პატრიარქის კურთხევა არის ასეთი, რომ შეგიძლიათ რომ ასხუროთ სახლშიც. ატომაც არ არის ნამდვილად ძალიან კარგი ფორმა ყოველდღიური სახე თუ ექნება ამას. ხო და ის ნაკურთხი წყალი ძალიან აქტუალურად უნდა გამოიყენოს ადამიანმა, აქტიურად ბოდიშით გამოიყენოს ღვთისმსახურების დროს, დილის ლოცვის, საღამოს ლოცვის დროს, ან დაუჯდომების შემდეგ. შობის დიდმარხვის შემდეგ ერთი დღე წინა დღე ნათლისღების დღესასწაულამდე 18 იანვარი ითვლება ერთდღიან მძიმე მარხვის დღედ. მოდით ამ დღის შესახებაც რო ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის გარკვეულწილად მოსამზადებელი პირობა. მარხვა არ არის, მარხვა არის მომზადება დიდი დღესასწაულისთვის. ხო. და მარხვის ფორმაც ასეთია. ამიტომ ჩვენ აი ამ ერთდღიანი და ძალიან ძველი ტრადიცია, სხვათა შორის ერთდღიანი მარხვა, შემდგომ ადამიანები აი ამ მარხვით ამ მომზადებით ხვდებიან უკვე ნათლისღებას. ანუ მომზადება მარხვა. აი მაგალითად ასურელებს აქვთ ასეთი ტრადიცია. დიახ. ძალიან საინტერესო ტრადიცია ნინევიის მარხვა მას ქვია. ნინევიელები ახლა ნინევი ასურეთის დედაქალაქი იყო. დღესაც ინახავენ ასურელები, ძალიან ბევრი მრევლი ყავს. მე ბათუმში ცხოვრობდი ასურელები სამდღიან მარხვას, ნინევიის მარხვას. ეს როგორი მარხვაა? ეს არის, როდესაც იონა წინასწარმეტყველი ჩავიდა ნინევიაში და უთხრა: "შეინანეთ, თორემ მიიღებთ სასჯელს." და ნინევიაში ყველა მეფე და გლახაკმაც ყველამ დაიყარა ნაცარი თავზე და დაიწყეს სინამდვილე და მარხვა. აი ამ მარხვას დღესაც აღნიშნავენ სხვადასხვა შორის ასურელები და ინახავენ. ეს ნათლისღების წინა არა, ეს სხვა დროს. სხვა დროს ხორცელდება. ზოგადად მარხვის მნიშვნელობა მომზადება აი ამ დიდი დღესასწაულთან შესახვედრად მარხვა არ არის მწუხარება. მარხვა არის ასევე სიხარული, იმიტომ რომ ეკლესიაში არ არსებობს მწუხარება.
მუდმივად ყველაფერი არის სიხარულის მომნიჭებელი. ერთადერთი მწუხარე დღე დიდ მარხვაში საერთოდ ეკლესიის ასე ვთქვათ კალენდარულ ქრონოლოგიაში არის წითელი პარასკევი, რომელიც დღესაც არ აღესრულება საფრთხე ლიტურგია. ერთადერთი დღე. ხო. აი, საინტერესო იქნებოდა მამაშიო ამ თემასთან დაკავშირებით, ხშირად გაგვიგია ალბათ მსგავსი ასე ვთქვათ შეგრძნებები, როდესაც ადამიანები ფეხში შველა, თუნდაც ზამთრის პერიოდში მიდიან გარკვეულ მონასტერში იმისთვის, რომ ტანჯვით მივიდნენ გარკვეულ ლოკაციამდე და იქ იყოს შესთხოვარი, რომელიც მათ ყველაზე მეტად სურთთან აწუხებთ. რამდენად მართებული არის თუნდაც ეს თვით ტანჯვით გამოხატული და გვემით უფალთან მისვლა სათხოვარით, რომელიც მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ არის თუ არა ეს რეალურად გამოხატულება იმისა, რაც შეიძლება იყოს მართლმადიდებლად სწორი. გააჩნია ადამიანი როგორ არის ამისთვის მომზადებული შინაგანად, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას და უცლად ეს უნდა იყოს მოზღვართან შეთანხმებული. ეს არ უნდა იყოს ბირთვული რელიგიური შეხედულების მატარებელი. ეს ძალიან საშიში ფორმაა, სულად შესაძლებელია ასეთი ფორმა, ასეთი თქვათ გამოხატულება გადაიზარდოს რელიგიურ ფანატიზმში, რომელიც ადამიანს მთლიანად მოწყვეტს აბსოლუტურად ქრისტიანულ აზროვნებასა და ცხოვრებას. ამიტომ ძალიან საშიში ფორმაა და აუცილებლად უნდა იყოს ეს გავლილი ესეთი საკითხი მოძღვართან. აი ასკეტიზმის საკითხი, ეს ასკეტური, ესეც მარხვაა, ესეც ასკეტური საკითხია მონასტრებში მაგალითად და თუნდაც საერო ტაძრებშიც ადამიანებს ინდივიდუალურად ეძლევა ასკეტიზმის კურთხევა. თუ რადონეზე ადამიანი მზად ამისთვის, რომ აი ესეთი ასკეტური რაღაცა ატაროს. მარხვა მაგალითად უძლური არ უნდა მარხულობდეს ჯვლის კანონის პირდაპირ განაჩინებს, არ უნდა მარხულობდეს ორსული დედა, შვილი ბავშვი როცა ყავს დედას კიდე არ შეიძლება მარხვა, იმიტომ რომ ამ დროს ადამიანები რაღაცა მარტო საკუთარ თავს კი არ ეკუთვნიან. არამედ ისინი ეკუთვნიან სხვასაც. ამიტომ ანუ მარხვის ესეთი ფორმა მაცხოვარი ამბობს, რომ დაიბანეთ თავი თქვენი მარხვაში, ნუ ეჩვენებით კაც და მარხველად. ნუ ეჩვენებით ვიღაცას მარხველად. საინტერესო რაღაცა. მამა ემილიანე სიმონა პეტრელი იყო ასეთი მე-20 საუკუნის ძალიან დიდი მოღვაწე ათონელი მამა. სიმონა პეტრელის მონასტრის დამაარსებელი და წინამძღვარი. და ძალიან მკაცრი ასკეტური მონასტერია, მაგრამ თუ პერს მოუწევდა გასვლა მონასტრიდან, კურთხევა ჰქონდა ასეთი, რასაც მიაწვდიდნენ, ყველაფერი უნდა ეჭამა. იყო თუ არა მარხვა. ნახეთ, რატო? ნუ ეჩვენებით სხვას მარხველად და ასკეტად. საინტერესო. ძალიან ხო მიდგომარი აი სახარებისეული მიდგომაა ეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდი მადლობა მამა შიო დეკანოზი შიო პაიჭაძე იყო დიდი შესვენების სტუმარი. ვაგრძელებთ მოკლედ დღესასწაულებზე, ტრადიციაზე და ისტორიაზე საუბარს. ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ნინო ხარჩილავო ეთნოლოგი, თუმცა მანამდე ჩემს კოლეგებს უნდა ვკითხო, რომელიც თქვენთვის საყვარელი ტრადიცია, რომელიც მაგალითად გამოხატავს ერის კულტურული დენდობას და ღირებულებებს ყველაზე მეტად. თუ გახსენებათ რომელიმე კონკრეტული ტრადიცია, რომელიც ვინაიდან ეს პერიოდია, რა თქმა უნდა, მეკვლეობის ტრადიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიცით, რომ ოჯახი ნებისმიერ სახელმწიფოში არის ფუნდამენტი და ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რომელზეც დგას და შენდება ნებისმიერი სახელმწიფო, ამიტომ ნებისმიერი ტრადიცია, რომელიც წარმოიქმნება ადამიანურ კავშირებს შორის და ადამიანური კავშირი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოიაზრებს ოჯახურ კავშირს, ეს ყველა ღირებულება, რომელიც იყრის თავს ოჯახში და შემდეგ ვრცელდება ფართო საზოგადოებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მეკვლეობის ტრადიციას საქართველოში. კი ბატონო, მეკვლეობის ტრადიციაზე და არა მხოლოდ ნინო ხარჩილავო გვესაუბრება, ეთნოლოგი, რომელიც ჩვენთან ერთად არის დღემშვიდობის ქალბატონო ნინო. მოგზანდით, გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. მოკლედ მეკვლეობის ტრადიცია იყო პირველი თემა, რომელიც ჩვენო კოლეგამ ასე ვთქვათ აღნიშნა. საინტერესო არის ეს მეკვლეობის ტრადიცია. თან გვყავს როგორც ოჯახის მეკლე, ასევე გარემეკლე, ძველი ახალი წელი, ახალი წელი, აღნიშნავთ ორჯერ წელიწადში. მოკლედ გითხარით ამ ახალი წლების შესახებ, რატომ ორჯერ, რატომ ორი მეკლე და რა ტრადიციაა? როგორც ვიცით, კალენდარის შეცვლამ გამოიწვია 14 დღიანი განსხვავება, აი ამიტომ საქართველოში ჩვენ ვიცით, რომ 25 საუკუნოვანი ეთნოსი ვართ
და 14-დღიანმა ციკლმა გამოიწვია, რომ შობა და ახალი წელიწადში გვაქვს ორჯერ ქართველებს. მეხსიერება ინახავს ძველ ტრადიციებს, აი ამიტომ ეს არის ძველით ახალი წელი საერო დღესასწაული, ანუ საოჯახო დღესასწაული და ამ საოჯახო დღესასწაულისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ყავდა ორი მეკვლე, ერთი იყო შინაური მეკვლე, რომელიც ოჯახის უფროსი იყო და რატომღაც ქართველები უპირატესობას ყოველთვის მამაკაცებს ვანიჭებდით ამ მეკვლეობის დროს და მეორე იყო გარე მეკვლე. მაგრამ ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა, როგორც შინაურ მეკვლეს, ისე გარე მეკვლეს და შინაური მეკვლე უფრო დატვირთული იყო თავისი ფუნქციებით, ვიდრე გარე მეკვლე. რა უნდა გაეკეთებინა შინაურ მეკვლეს? რამოდენიმე დღით ადრე ის უნდა წასულიყო ტყეში და აუცილებლად უნდა მოეტანა სუროს ფოთლები და კუნელის, ანუ კურკანტელას ტოტები და ეს უნდა მოემზადებინა ხონჩა. ხონჩა მზადდებოდა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ეთნოგრაფიულ კუთხეებში მიუხედავად იმისა, რომ საერთო ტრადიციები ჰქონდა, ლოკალური თვისებებით და თავისებურებებით გამოირჩეოდა სხვადასხვა კუთხეები, გამომდინარე იქიდან, როგორი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა მაგ და რომელ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა. ხონჩა მზადდებოდა, მაგრამ აქ მთავარი რა იყო? ხონჩაზე რა უნდა დადებულიყო? აუცილებლად ხონჩაზე ტკბილეულობა ყოფილიყო წარმოდგენილი, კვერცხი აუცილებლად უნდა ყოფილიყო და კვერცხთან ერთად უნდა ყოფილიყო ვაშლი და ბროწეული. აი საინტერესო ამ სიმბოლიზმის მნიშვნელობა. თვითონ კვერცხი სიმრთელის და მთლიანობის აღმნიშვნელი იყო და სიძლიერის აღმნიშვნელი იყო ვაშლი, ხოლო ხვავისა და ბარაქის ბროწეული. აი ამიტომ აუცილებლად თუნდაც დღესაც, როდესაც, ну, რა თქმა უნდა, დღეს ხონჩა არ გამოიყენება, მაგრამ როდესაც ოჯახის შინაური მეკვლე აკეთებს, აი ამ თეფშზე აწყობს, აუცილებლად ის წარმოდგენილი არის კვერცხი, ვაშლი და ბროწეული. და ამის გარდა ძველად ხურდაფული იყო წარმოდგენილი, დღეს უკვე კუპიურა არის წარმოდგენილი, ну, რა თქმა უნდა, დიდი თანხა არა, მაგრამ და აქ რატომ გაუსვი ხაზი ფულს? აი მეკვლე, როდესაც თავის მოვალეობას და ფუნქციას შეასრულებდა, იმის შემდეგ ინახებოდა ეს ფული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მერე მეკვლეს აი ამ ფულით აუცილებლად ან ფეხსაცმელი უნდა ეყიდა, ან წინდები უნდა ეყიდა. არც სამი დღის განმავლობაში არც ეს კვერცხი არ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ მერე ესეც აუცილებლად მეკვლეს უნდა მიერთვა და არა სხვას. გარდა ამისა, მეკვლე, როდესაც შინაური მეკვლე ღამეს არ ათევდა ოჯახში, არამედ ის დამხმარე ნაგებობაში თავსდებოდა იმ ღამის განმავლობაში და როგორც კი 12 საათი შემოვიდოდა, აი იმის შემდეგ შემოდიოდა ოჯახში აი ამ სავსე ხონჩით, უმრავლესობა ამბობს იმას, რომ ის მარნიდან შემოდიოდა ოჯახში და აი აქ დიალოგი იმართებოდა, მას ეუბნებოდნენ მობრძანდი, სამჯერ ხდებოდა ეს ვინახარ მობრძანდი და ამის შემდეგ ის შემოდიოდა. მთავარი კიდევ რა იყო, რა უნდა გაეკეთებინა მეკვლეს. აუცილებლად ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი საცხოვრებელი სახლისგან განსხვავდებოდა წინა საუკუნეებში ჩვენი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჰქონდა შუა კერა. კერაზე უნდა ჩამომჯდარიყო ის, ნაპირწყლები უნდა აეყარა და ნაპირწყლები როდესაც აიყრებოდა, ამ შემთხვევაში მას ხვავი და ბარაქა უნდა ესურვებინა ოჯახისთვის. აბსოლუტურად და პირველად რომელ სკამზეც ჩამოჯდებოდა, იმ სკამზე არ ქონდა არავის უფლება ჩამომჯდარიყო, იმიტომ რომ ეს მბრძანებელი მეკვლეს სკამს წარმოადგენდა და ვერავინ ვერ დაჯდებოდა ამ სკამზე. გარდა ამისა, შემდგომში უკვე მეორე დილას გარე მეკვლე შეიძლებოდა არჩეულიც ყოფილიყო, ის კარგი ფეხის პიროვნება უნდა ყოფილიყო, მასაც უნდა, რა თქმა უნდა, ესურვებინა ოჯახისთვის პირველ რიგში კეთილდღეობა
და ხვავი და ბარაკა, მაგრამ აქ კიდევ მთავარი ის იყო, რომ აი მეკვლე როდესაც შემოვიდოდა, მას აუცილებლად მარჯვენა ფეხი უნდა შემოედგა და თუ გაამართლებდა ეს მეკვლეობა, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ის მეორე წელსაც კი ბატონო. მოეწვია. ქალბატონო, საინტერესო არის ზოგადად ტრადიციას რა მნიშვნელობა აქვს ერის თქო კულტურული განვითარების პროცესში და ისტორიის შენარჩუნების ნაწილში და გლობალიზაციამ თუ მოახდინა მოკლედ აი ამ კონკრეტული ტრადიციების ფორმირება და თუ მოახდინა, რატომ მოახდინა? ნუ რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში მე როგორც თავში აღნიშნე, ჩვენ ქართველებს 25 საუკუნოვანი ისტორია გვაქვს როგორც ეთნოს და გამომდინარე აქედან დროთა განმავლობაში ეს წესჩვეულებები და რიტუალები იცვლებოდა. აი მაგალითად დღესაც შეცვლილია რიტუალები მიუხედავად იმისა, რომ მეკვლე არსებობს, დღესაც არსებობს ორი მეკვლე, როგორც შინაური მეკვლე, ისე გარე მეკვლე, მაგრამ აი მაგალითად თუ ძველად შინაური მეკვლე არათუ მხოლოდ ოჯახის წევრებს ულოცავდა ახალ წელს, ის აბსოლუტურად კარ-მიდამოში არსებულ ყველა ნაგებობას, ეს იქნებოდა სამეურნეო თუ ეს იქნებოდა ფრინველისთვის განკუთვნილი, საქორნილის განკუთვნილი, აბსოლუტურად ყველას ულოცავდა. დღეს ეს არ ხდება და აი სუროს ფოთოლი მიქონდა, თუნდაც მარანში, თუნდაც ბოსელში, თუნდაც ფრინველების სადგომში და აბსოლუტურად ყველგან ტოვებდა აი ამ სუროს ფოთოლს და ნედლ ტოტს და დასავლეთ საქართველოში ეს თხილის ხვილი, ანუ ყვავილი იყო და აი ამით ამას ყველაფერს ტოვებდა 18 იანვრამდე. ნუ 18 იანვრის შემდეგ ეს ყველაფერი შეიკრიბებოდა და იწვებოდა. ნუ რაღაც გაუძლო მაგალითად საუკუნეებს ზოგიერთმა ტრადიციებმა და შემონახულია, ზოგიერთი არ არის შემონახული. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს რომელიც გერმანიიდან მე-19 საუკუნიდან გავრცელდა და ნაძვის ხე, მაგრამ ნაძვის ხემდე საქართველოში იყო ჩიჩილაკი. თუმცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩიჩილაკი იყო სხვადასხვა ფორმის. აი მაგალითად მრგვალი იყო, რომელშიც 4-ად იყო გაყოფილი და პირველად ეს 4-ად იყო გაყოფილი, მაგრამ და რამ ხილები იყო წარმოდგენილი, მაგალითად მანდარინი იქნებოდა, ვაშლი იქნებოდა, განსაკუთრებით ბროწეული დომინირებს, მაგრამ შემდგომში ამან ჯვრის ფორმა მიიღო. ჩიჩილაკი თავიდან საახალწლო ხეს წარმოადგენდა და ხის კულტი საქართველოში არსებობდა, მაგრამ მერე როდესაც ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ, ჩიჩილაკის თავში ჯვარს ვათავსებთ და ამ ჯვარზე არის ზუსტად აი ეს ბროწეული, აი უკვე მაგიურ რელიგიურ სინკრეტიზმთან გვაქვს საქმე და აბსოლუტურად დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იცვლება ამ რიტუალებთან დამოკიდებული და აი ამ რიტუალურ საგნებთან დაკავშირებით. საინტერესოა. კი ბატონო. აი თქვენთვის რომელი არის მაგალითად ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული დღესასწაული, რომელიც მაგალითად ყველაზე კარგად გამოხატავს ქართველი ხალხის და ეთნოსის კულტურას თუ ასე ვთქვათ შინაგან მდგომარეობას? ჩვენ ქართველები მუსიკალურადაც მრავალფეროვნებით გამოვირჩევით და მე ძალიან მომწონს, როდესაც ალილოზე დადიან, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან ბევრი დაატვირთვა, აი მაგალითად ძველად ისინი შენიღბულები დადიოდნენ და ვინ მოდიოდა შენს ოჯახში და ვინ მოგილოცავდა ალილოთი ახალწელს, ეს არ იცოდი, მაგრამ ისინი უნდა დაგესაჩუქრებინა და აი აქ კიდევ ხაზგასასმელი არის ის ფაქტი, რომ აი ეს სურსათ სანოვაგე შემდგომში იმაში სოფელში თუ იყო ვინმე შეჭირვებული ოჯახი, იმათ ურიგდებოდათ და იმათთან მიქონდათ თუ არა და ისინი უკვე თვითონ ზეიმობდნენ, ახალწელს ულოცავდნენ ერთმანეთს. აქაც არის აი მაგალითად რამოდენიმე ჯგუფად იყოფოდნენ ახალგაზრდები და უბან-უბან დადიოდნენ და აი ეს ალილოს წარმომადგენელი ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები არ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს არ შეიძლებოდა. კი ბატონო. საინტერესოა რა განაპირობებს კუთხეების მიხედვით განსხვავებებს ტრადიციებში.
როგორ ყალიბდება ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ეს სხვადასხვა წესჩვეულება. კუთხეების მიხედვით აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ გეოგრაფიულად, ანუ კლიმატურად როგორი პირობები არის პირველ რიგში და მერე სამეურნეოდ, აი მაგალითად, სადაც მიწათმოქმედება იყო, იქ კვალის გაყვანის რიტუალი არსებობდა საქართველოში, დაუშვათ აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა, თუმცა ეს დასავლეთ საქართველოშიც ფიქსირდება, თუ მანამდე კვალის გაყვანა ხარედ ხდებოდა, უკვე შემორჩენილი არის, რომ წინა საახალწლოდ პატარა ბოსტანში პატარა მცირე ზომის მიწას გაასუფთავებენ და ახალი წლის მეორე დღეს გაყავთ ხნული და აი ამ ხნულში სხვადასხვა თესლს ჩადებენ იმისთვის, რომ მოსავალი იყოს უხვი და ბარაქიანი მთელი წლის განმავლობაში. და ზუსტად ეს მიწათმოქმედება, მემინდვრეობა, მესაქონლეობა განაპირობებდა მაგალითად მთაში ახალი წლის დღეს შემოყავდათ ხარები და კერას სამჯერ შემოატარებდნენ და სხვათა შორის ეს მაჭახელაში დასტურდება თიკანი შემოყავდათ და კერაზე სამჯერ შემოუვლიდნენ და აი ამით ულოცავდნენ ახალი წლის დღეს. არის თუ არა საერთაშორისო ერების გავლენები ზოგადად ქართულ ტრადიციებზე და რომელი გახსენდებათ? გლობალიზაცია რა თქმა უნდა მოქმედებს ამაზე და თუნდაც ის რომ ჩვენ ნაძვის ხე მე-19 საუკუნიდან ნაძვის ხე შემოვიდა, მაგრამ ნაძვის ხესთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენმა ქართულმა საახალწლო ხემ ჩიჩილაკმაც არ დაკარგა თავისი ფუნქცია და წარმოდგენილი არის ნაძვის ხესთან ერთად. საინტერესოა სპარსული კულტურის გავლენა ასევე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო თავის დროზე სპარსულმა კულტურამ, ენამ მათ შორის საქართველოზე. რა გახსენდებათ ერთ-ერთი ძველი საინტერესო ამ შემთხვევაში აზიური გავლენა? აზიური გავლენა იმდენად არ მახსენდება საახალწლო რიტუალებში, უფრო მეტად თქმა უნდა ქართული ხალხური კულტურული ტრადიციები და რელიგიის გავლენა, მაგრამ ქრისტიანული რელიგიის გავლენა. დიდი მადლობა. მადლობა ნინო ხარჩილავო გახდათ ეთნოლოგი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გადაცემის განვაგრძობთ შემდეგ თემით, რომელიც ეხება გლუტენის მიუღებლობას და აუტანლობას, ეგრეთ წოდებულ ცელიაკიას და საინტერესო სტუმარი ყავს ამ თემასთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგი ლია ჭაში. მობრძანდით გავდოლია. გამარჯობათ. გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, გილოცავთ ყველა განმეორებელ სასაულს. ხშირად ხდება ხოლმე მაღაზიაში, სუპერმარკეტში პროდუქტი ეგრეთ წოდებული გლუტენის გარეშე. ცალკე სტენდიც აქვს ხოლმე ასეთ პროდუქტებს მინიჭებული ხო. მოდით ვისაუბროთ, როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა მშობელმა ცელიაკიის პირველი ნიშნები. ბავშვებში. გამარჯობათ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენს და ყველას შემოქმედებით ჯგუფს და მაყურებელს ულოცავ გასულ ახალ წელს, შობას, დათლიღებას. ზოგადად ცელიაკია ეს არის საკმაოდ ესეთი დიდი გავრცელებული, ესე ვთქვათ, როგორ არის და ერთი ადამიანი შეიძლება შეგვხვდეს დაახლოებით 400 კაცში. მაგრამ ბოლო დროს დიაგნოსტიკის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, რაოდენობა შედარებით გაზრდილია. ჯერ სანამ სტატისტიკა თვალწდები ყოველ 100 ადამიანში ერთი ადამიანი ხო? ხო, აი ბოლო სტატისტიკით ის კი არა შეიძლება აი უკვე ბოლოს აი ჩაითვალოს რომ 40 ადამიანში ერთი ადამიანია უახლესი სტატისტიკით, მაგრამ როგორ არის ეს ამ სოფლიოზია გადაანგარიშებული. საქართველოშიც არის გარკვეული რაოდენობა ბავშვების დიაგნოსტირება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ხდება ბავშვთა ასაკში. რა არის თვითონ გლუტენი? გლუტენი ეს არის ცილა. რომელიც შედგება გარკვეული პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან. თვითონ ეს პროდუქტი არის დიდი რაოდენობით საფუარში, არის ხორბალში დიდი რაოდენობით, აი მარცვლოვან კულტურაში, რაც ეწოდება დიდი რაოდენობით. ეგრეთ წოდებულ წებოვანასაც უძახიან სხვანაირად ამ ცილას. რაც შეეხება აი ამის აუტანლობა, ეს არის
ავტოიმუნური დაავადების ერთ-ერთი ფორმა, ზოგადად ცელიაკია. ამ შემთხვევაში, როდესაც ამ ნივთიერებების ხშირი მოხმარება იწყება, შესაბამისად იწყება ორგანიზმში ავტოიმუნური პროცესი. კერძოდ, ძირითადი დატვირთვა ამ დროს მიდის წვრილ ნაწლავებზე, ლორწოვანზე, განსაკუთრებით, ვინაიდან იწყება ლორწოვანის დაზიანება, მაგრამ შორწასულ შემთხვევაში ცელიაკიამ შეიძლება სხვა ორგანოების დააზიანოს, კერძოდ ეს იქნება თავის ტვინი, ეს იქნება სხვა სისტემა, ძვლოვანი სისტემა, რა თქმა უნდა, სახსრები შეიძლება დააზიანოს. შოკური მდგომარეობას გამოიწვიოს. კი, რა თქმა უნდა, თუ არის ახლა რაღაც ისეთი მძიმე აუტანლობა, რომელსაც თან ეს იმუნოკომპლექსური, ესე ვთქვათ, ავტოიმუნური პროცესი სიმძაფრე ერთვის თავს. მაგრამ ზოგადად დიაგნოსტიკა, კლინიკური სურათი აქ ძალიან მრავალფეროვანი ცელიაკიას. უბრალოდ თავიდანვე მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება მონელებას. მე რამდენადაც მახსოვს ეს დიაგნოსტიკა ჩვენთან ძალიან არის უკვე დანერგილი, კი ძვირადღირებულია, მაგრამ სპეციალური პროგრამები არსებობს განსაკუთრებით ბავშვებისთვის, სადაც შესაძლებელია დაუშვათ ამ დიაგნოსტიკის გაკეთება. ეხლა არის ლაბორატორიული ტესტირების კვლევები არის ჩვენთან, ჩვენ საავადმყოფოებშიც უკვე არის, რომ ცელიაკიის, როგორ იცით, არის ხო დაავადებებს აქვს სხვადასხვა ფორმები, აქვს მძიმე ფორმა, აქვს საშუალო მსუბუქი ფორმა, აქვს სეროლოგიურად დადასტურებული ფორმა, აქვს არადადასტურებული ფორმა, გააჩნია სიმძაფრეს, ავტოიმუნური პროცესის სიმძაფრეს. შესაბამისად, უკვე კვლევა შეუძლია ზრდასრულმა ჩაიტაროს, თუ აქვს გარკვეული კლინიკური სიმპტომები. აი რა სიმპტომებია? აი რა სიმპტომებია? ეს არის ძირითადად დიარეა, ანუ ესე ვთქვათ, ახანგრძლივებული პერისტალტიკა. დიარეა შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ანუ ძირითადად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ესე ვთქვათ, მონელების ცვლილება. აი ამ შემთხვევაში თუ რაღაც ამას აქვს ქრონიკული ხასიათი, ან ძალიან ხშირია დაუშვათ იცი რა ბავშვობიდან ესე ვარ, ან რაღაც თუ ესე ჩიურს წარმოადგენს პაციენტი, რომ რაღაც დაღლილობა შეიძლება კონდეს, შეიძლება კონდეს ნაადრევი დაუშვათ აი ოსტეოპოროზული ცვლილებები, არც მენოპაუზა, არც დაუშვათ რაღაც სხვა მიზეზია, ვიტამინების შეწოვის დარღვევა, შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია, შეიძლება რაიმე სხვა, აი რაც შეწოვასთან არის დაკავშირებული და რაც არის ნაწლავებთან დაკავშირებული. შეიძლება შეიძლება უკვე მიიტანოთ ეჭვი ცელიაკიაზე. თქვენ საინტერესო პასაჟი ახსენეთ, თქვათ ბავშვობიდან შეამჩნევ. საინტერესოა თქვათ გლუტენის აუტანლობა, ეს არის თქვათ თავიდანვე ბავშვობაში გამოვლენილი პათოლოგია, თუ შეიძლება შემდეგ შეიძინოს ადამიანმა და დაემართოს. შეძენის თვალსაზრისით, როგორ არის იცით, ეს არის მაინც ითვლება როგორც გენეტიკურად დეტერმინებულ დაავადებად. უბრალოდ კი ავტოიმუნური დაავადება აქედან გამომდინარე, აი შემდეგაც რომ დაუშვათ რაღაც დისკომფორტი განვითარდეს, ესეც არ არის გამორიცხული. შეიძლება იყოს წინასწარ განწყობა რაღაც ჩადებული და გარკვეული ასაკის მერე შეიძლება ესეც მივიღოთ დაუშვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა ფორმები არსებობს ამ ცელიაკიის, არსებობს კლინიკურად გამომჟღავნებული ფორმა, რომელიც სეროლოგიურად დასტურდება გარკვეული ამ ტიპის ანალიზებით, მაგრამ გარდა ამისა არსებობს აი კლინიკურად როდესაც არ არის გამომჟღავნებული, არ დასტურდება, ესე ვთქვათ, ცელიაკია მიუხედავად იმისა, რომ ანალიზებს ვაკეთებთ, ეს გლუტენის აუტანლობა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ, რომ ადამიანი გადავიდეს, თუ არის გარკვეული სიმპტომატიკა გამოხატული, გადავიდეს უგლუტენო საკვებს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დავაკვირდეთ, რომ აი როგორ გრძნობს თავს, აი დიაგნოსტიკა ცოტა რთულია, იცით, აი ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა ცოტა რთულია. რაც შეეხება ანალიზებს, ანალიზები მინდა გითხრათ, რომ აი ცელიაკიის დიაგნოსტიკა რო გაკეთდეს, არ არის იაფი. აი ესეთი არ არის ეს, რომ რაღაცა ჩვეულებრივი ანალიზით კეთდება, საკმაოდ ზვირადღირებული კვლევები ჭირდება. შესაბამისად, აი სანამ რაღაც დიაგნოზამდე, აი მანამდე შევთავაზებთ ხოლმე პაციენტს, რომ დაუშვათ აი თუ რაღაცა ეჭვი გვაქვს, აი დაახლოებით პერიოდი. ნუ დაახლოებით აი 6 თვე მაინც, 6 თვეში უკვე თვალნათლივ გამოჩნდება, დაუშვათ ეს შეიძლება იყოს ცელიაკია, შეიძლება იყოს გლუტენის აუტანლობა, შეიძლება რაღაც სხვა პროდუქტის აუტანლობა და აი თუ დაუშვათ, იმიტომ რომ არსებობს დღეს უკვე
კეთდება ყველანაირი კვლევა ლაქტოზის აუტანლობა არის კიდე ცალკე დიაგნოზი, რომ აი რძის შაქარს ვერ იტანს, ლაქტოზის აუტანლობა. აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს აი ძალიან ბევრი ევიდენსური კვლევები არსებობს უკვე ნაწლავების, ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებზე ორგანიზმში. იმიტომ რომ ნაწლავის მიკრობიომი ძალიან განსაზღვრავს ზოგადად თითქმის ყველაფერს ორგანიზმში. ის კი არა ახალი კვლევები დაიდო, აი ზუსტად 2 დღის წინ ათვალიერებდი, რომ აი ის კი არა შესაძლოა გარკვეული კავშირი ქონდეს აუტისტურ სპექტრთან. აი ბევრ რაღაცასთან აქვს აი ნაწლავის მდგომარეობას კავშირი. აი ნამდვილად ნაწლავის მდგომარეობა თითქოს რაღაც ისეთ თემად არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ ის ვართ, რასაც ღებულობთ. საკვებს. ხო? აქედან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, მოწესრიგებული ქონდეს ნებისმიერ ადამიანს თავის ცხოვრების რიტმი, კვების რაციონი, ნაწლავის ფლორა და ასე შემდეგ. მაინტერესებს აი კვება ახსენეთ თქვენ ზეგან, როდესაც დგება ეს დიაგნოზი გლუტენის აუტანლობა, როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, აინტერესებს ჩვენს მაყურებელს რაციონი კვების და კვების რაციონი უბრალოდ ამ შემთხვევაში იღება ყველაფერი, რაში შედის მარცვლა. მაგალითად, ანუ ეს იქნება პური ფუნთრშეული, ნუ არის ეხა ჩვენთან უკვე შემოსულია ეს უგლუტენო ფქვილი არსებობს და უშუალოდ შეგვიძლია შევთავაზოთ ალტერნატივა, რომ აი გამოიყენონ და უშუალოდ თავისთვის რაღაც აი თუნდაც თქმილობთ, მაგრამ ეხა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ უგლუტენო საკვებს გამოვიყენებთ და წონაში დავიკლებთ, იმიტომ რომ ჩვენი მოსკოვში ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა, თითქოს უფრო მეტად სასარგებლოა და უფრო მეტად კალორიულია უგლუტენო საკვებმა შეიძლება წონაში მატებაც კი გამოიწვიოს, იმიტომ რომ ჩვენთან ხო იცით როგორ არის ორმაგდაგება ნუ სავარაუდოდ შეიძლება ეს არის ამ კუჭნაწლავთან დაკავშირებული ეფექტი. კუჭნაწლავის მოწესრიგების მხრივ დაკავშირებული ეფექტი შეიძლება აი სტატისტიკური მონაცემები ხო ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რომ შეიძლება რაღაცა ის იყო არაკლინიკური ფორმა ამ ცელიაკიის რაღაც ბავშვობიდან, რომელიც აი შემდგომ უკვე დასრულის ასაკში. ეხლა როგორ აიცით, აი ადამიანი თვითონ განსაზღვრავს რა მოწონს და რა არ მოწონს, რა უხდება, რა არ უხდება. მიხვდით აი მის კუჭნაწლავს, მის ორგანიზმს. შესაბამისად შეიძლება, იმიტომ ეხლა რაღაც ესე მოდაში შემოვიდა ესე ვთქვათ, აი რაღაც შეზღუდვები და გონიათ რომ ამის წონაშკლება მოხდება. წონაშკლება ამით არ მოხდება ნამდვილად, მაგრამ თუ გვაქვს რაღაც მიდრეკილება ამ გლუტენის აუტანლობის მიმართ, იმის მოწესრიგება მოხდება და აი კუჭნაწლავის მოწესრიგება მოხდება. ნუ რა თქმა უნდა, პირიქით აი კლასიკური ცელიაკია წონის კლებას იწვევს, ეს აუტანლობა, დიარეა. რა თქმა უნდა, ერთადერთი დაავადება არის, რომელსაც სხვა მკურნალობის მეთოდი უბრალოდ არ არის ეფექტური, გარდა მკაცრი დიეტისა, ხო, სხვა არაფერი არ შველის, გარდა მკაცრი დიეტისა და მკურნალობის პროცესიც სწორედ მკურნალობის პროცესი არის სწორედ ეს დიეტა. უბრალოდ სხვა საშუალება არსებობს, რაიმე კონკრეტული აბირომდე შეიძლება არა, ნუ კონკრეტული საშუალება ესეთი რაღაცა პრეპარატული და რაღაცა ესეთი ამ შემთხვევაში როგორ არის იცით, მთავარი არის აი როგორა რაღაცა წყენს უნდა მოშორდეს. აი ეს ალერგიას როგორ ყურდაოს, აი იგივე ვარიანტია, როგორც არის ავტოიმუნური. აი და უშუალოდ, ნუ არ გიხდება ეს საჭმელი, ეს უნდა ამოვიღოთ. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი. ნუ დანარჩენი ახლა თუ იქ არ კინა დეფიციტური ანემია, იმას უნდა უყურნალოთ, თუ იქ არ B12, B-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ეს იქნება B12, ფოლიუმის მჟავა, D ვიტამინი. აი რაც დაუშვათ არის შეწოვასთან დაკავშირებული პროდუქტები. აი ამ შემთხვევაში უნდა უყურნალოთ, აი B-ჯგუფის ვიტამინები ხო ნაწლავებში ხდება შეწოვა. შესაბამისად, აი იმის დეფიციტი უნდა შეივსოს, ანუ ესენი უნდა შეივსოს, კალციუმის დეფიციტი უნდა შეივსოს, რომ აი ძვალი დავიცვათ, სახსრები დავიცვათ. აი ამ შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა მოიცავს ამას, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ყველაფერი, რომ არ შედიოდეს გლუტენი. აი იმიტომ ახლა ეს gluten free პროდუქტები, ესეთი ესე ვთქვათ, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი. ძვირადღირებული პროდუქტი, ნებისმიერი კვება, რომელიც მოიცავს გარკვეულ შეთხვისას არის ძვირადღირებული.
ნებისმიერი პროდუქტი. ეხლა გარკვეულწილად აქ კვლევები რაღაცები საჭიროა, შესაბამისად ეს კვლევები, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება ვცდები, მაგრამ ბავშვს ასაკში მე მგონი დიაგნოსტიკაც კი დაფინანსებადია, მაგრამ ზრდასრულმა უკვე თავისით უნდა თუ შეხედავს იმას, უნდა მიმართოს ექიმს და ის შემდეგ გადაწყდეს დაუშვათ, რამდენად ჭირდება ესა თუ ის კვლევა. ან დაუშვათ, ესე ვთქვათ, გამორიცხვის მეთოდით დაუშვათ რაღაც გარკვეული კვების ტიპის შეცვლა. მაგრამ საკმაოდ რთული ეს არის, იმიტომ რომ კვების შეცვლა ყოველთვის უჭირს ადამიანს. შეზღუდვის, ესე ვთქვათ, დაჭერა ყოველთვის უჭირს ადამიანს და ამიტომ ჩვენს გარემოში სადაც კი, აი, სუფუთუშეული, სუცომეული, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, მაშინ რაღაც ძალიან, აი, ბალახოვანი კვება უნდა ჩართოს, უფრო ხილი უნდა ჩართოს, აი, ცოტა სხვა რაღაცები უნდა ჩართოს რაციონში და ცოტა ეს ჩვენ იმდენად პურზე, იმდენად დამოკიდებული ერი ვართ, აქედან გამომდინარე ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არაა. თავარი ხელმისაწვდომობა ალბათ, რომელზეც საინტერესო იქნებოდა მუშაობა, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ აღვნიშნეთ რამდენად ცვირია გლუტეინო საკვები ბაზარზე და შესაბამისად ალბათ ამ მიმართულებითაც საინტერესო იქნებოდა, ხო? იმ გამოწვევებზე მუშაობა, რომელიც დღეს არის, იმიტომ რომ თუ ამბობთ რომ გასტროენტეროლოგთა ასოციაციები, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გასტროენტეროლოგთა ასოციაციები ამ თემაზე მუშაობენ, გარკვეული გასტროენტეროლოგთა ასოციაციები ჩვენთანაც არსებობს და ალბათ რაღაც ესე ვთქვათ, კარგი პრაქტიკის დანერგვა ალბათ წამოვა, იმიტომ რომ ეს ფქვილი, ეს ისა ყველაფერი ძვირია და შესაბამისად შესაძლებელი იქნება ალბათ რომ აი ეს სამომავლო რაღაც დღის წესრიგში დადგეს თუნდაც მთავრობის დონეზე. და არა მარტო ალბათ სტუმართ მასკვინის ლობის ნაწილშიც ძალიან ბევრი რესტორანს არ აქვს უბრალოდ მენიუში. ხო, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ეს ბიზნეს იდეა, სხვათა შორის თქვენს ეთერში გაჟღერებული და მაგას თუ მიაქცევენ ყურადღება, იმიტომ რომ როგორ არის ახლა ეს იმდენად ძირითადად თვითონ პაციენტები აკონტროლებენ საკუთარ თავს, იმდენად ინფორმირებული არიან უკვე საკუთარი დაავადების შესახებ, ეს იციან, რა იჭმევათ და რა არ იჭმევათ და შესაბამისად ალბათ თვითონ პაციენტებმაც უნდა აი მოთხოვნა როგორც იქნება ბაზარზე, შესაბამის რეაგირებას მოახდენს ბაზარი. ზოგადად ესეა ხოლმე, ხო და ამიტომ ალბათ თუ იქნება რაღაც გარკვეული სახის მოთხოვნა, ალბათ ჩვენი რესტორნებიც და საკვები დაწესებულებები მონაცემები ამჟამად სტატისტიკური მონაცემები აი როგორ ჩამოვთვალეთ, რომ არის გარკვეული რაოდენობა, აი გარკვეულ რაოდენობაზე, მაგრამ დღე იზრდება, ესე ვთქვათ, აი ამ დაავადების გავრცელება დღე იზრდება, საქართველოშიც არის ბოლო მონაცემებით, უბრალოდ ახალ მონაცემებს რაღაც ვერ მივაგენი, აი ბოლო მონაცემებით არის გარკვეულ დაახლოებით ერთი ჩვენს ქვეყანაში აი საშუალოდ არის გარკვეული რაოდენობა, უბრალოდ ზუსტ ციფრს ვერ მივაგებია. აი საინტერესო ზრდადობა რა ზერდა არის დაახლოებით 1 ან 2% ქვეყნის მოსახლეობის, მეტი არ იქნება. მიხვდით ჩვენ ქვეყანაში. შეიძლება ეს დიაგნოსტიკის ისა, მაგრამ ძირითადად ეხლა მუშავდება ეს დიაგნოსტიკა დაავადება თვითონ ძველია. უბრალოდ დიაგნოსტიკა არის პრობლემური. მეტად ჩვენთან ახალი შედარებით ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში. აი საინტერესოა ეს ზრდადობა რა ზერი დამოკიდებული გარემო პირობებზე თუ სხვა ფაქტორები არსებობს კიდე. ალბათ წინასწარ განწყობაზეა, ალბათ უფრო მეტია აი ეს ზრდა თითქოს ამ დაავადების. უბრალოდ შეიძლება ცნობადობის გაზრდაზეა, ანუ ცნობადობა გაიზარდა უბრალოდ ხალხში. იმიტომ რომ ჩვენთან ძირითადად სხვა ისინი ქრონიკული დაავადებები, ესე ვთქვათ, ბევრია და აქედან გამომდინარე ეს შედარებით ისე აი გავრცელების თვალსაზრისით აი 1-100-თან 1-400-თან ესეთ თანაბარდობა რახან იყო აი ამის გამო ალბათ ზრდადობის და აი ცნობადობის ამაღლებას უფრო უკავშირებ მე თვითონ დაავადების მიმართ ცნობადობა ამაღლდა და აი ადრე დიაგნოსტირებულიც გაიზარდა უკვე მოსახლეობა შესაბამისად აი ამანაც გამოიწვია ცნობადობის ამაღლება რომ აი თვითონ დაავადების მიმართ ცნობადობა გაიზარდა და შესაბამისად პრობლემაც უფრო აქტუალური გახდა ჩვენი მოსახლეობისთვის. კი ბატონო.
მადლობა, მოკლედ საინტერესო იყო, მე მგონი ამოვწურავად ვისაუბრეთ ხუთენის ალტანობაზე. ჩვენ ლიაჯაში ყავდა ენდოკრინოლოგი, რომელთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა და მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც განსაკუთრებული ვოლტრეჯი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ამის დიაგნოსტიკას თავიდანვე მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ესე იგი წინა კვირას ისეთი საინტერესო ამბავი მოხდა საფეხბურთო სამყაროში და საქართველოში. პირველად საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელში გადაიხადეს კოლოსალური თანხა 70 მილიონი ამერიკული დოლარი და ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან გადავიდა პარი სენ-ჟერმენში. მან ნაპოლის გულშემატკივარს და ქალაქს აი ესეთი საინტერესო ვიდეო მიუძღვნა, რომელიც გულშემატკივარს შეუძლია ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ Facebook გვერდზე. გასამჯელო სახით წლიური ანაზღაურება დაენიშნა ქართულ ფეხბურთელს 9 მილიონი ამერიკული დოლარი პლუს 2 მილიონი ბონუსებით. აი თქვენ ხედავთ კადრში როგორ ემშვიდობება ხვიჩა დიეგო მარადონას, რომელიც ნაპოლის საკულტო ფეხბურთელი გახდათ. ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად სანუკვარი სკუდეტო, იგივე იტალიის ჩემპიონატი მოიგო და 30 წლის შემდეგ მოაგებინა ამ ქალაქს ეს სახელოვანი ჯილდო, რასაც ქვია იტალიაში პირველი ადგილი. ნაპოლის დომინაცია იყო სასწავლებრივად შთამბეჭდავი ხვიჩა კვარაცხელიას იყოფნის დროს. ეს ბიჭი გახდა ერთგვარი X ფაქტორი იმისა, რომ ნაპოლი მოიპოვა ჩემპიონობა. თუმცა გიორგი უნდა აღვნიშნოთ, ისიც გარკვეულწილად მე ძალიან გული დამსყადრებს, როდესაც ნაპოლელი ფანების გარკვეული რეაქცია ვიხილე, მაგალითად კვარას ეს ბუნებრივია. ეს თქვათ სანაგვეში ჩაგდება, წყენის გამოხატვა ამ ფორმით და უამრავი სხვა, რომელიც გარკვეულწილად საწყენი იყო. მაგაზე შემიძლია გითხრა, რომ ორად გაიყო. შესაბამისად მე მაინც მოხარული დავრჩი, რომ უფრო მეტი ადამიანი ხვიჩას მადლობას უხდიდა სოციალურ ქსელში იმისათვის, რაც მან გააკეთა ქალაქ ნეაპოლისთვის და აქ არსებული გუნდისთვის. წარმატებები უსურვოთ ხვიჩას. ჩვენი გადაცემა კი დღეს ამით დასრულებულია. გემშვიდობებით. აქ ყველაზე მეტად და მზარდ